გამარჯობა, ეს არის აზროვნების სახელოსნო, მე ვარ გიორგი ბარამიძე და დღეს ვისაუბრებ თემაზე აზრი და მისი გარემო. გიფიქრეთ თუ არა თქვენ, რომ აზრს აქვს თავისი ჰავა, თავისი კლიმატი, სადაც ის თავისი სურნელი, თავისი გემო მთლიანობაში ეს ყველაფერი ქმნის მის გარემოს. აზრი იბადებაო ჩვენ ვამბობთ და თუ იბადება და მეც ჩემი შინაგანი დამკვირვებელი ამას მიმოწმებს და შინაგანი თვითმხილველიც ხო თუ იბადება და ნამდვილად იბადება ამდენად აუცილებელია რომ ის სადღაც ჩაისახოს ხო იმიტომ რომ დაბადება შეუძლია იმას რაც ისახება და შემდეგ მას უჩნდება თუ მასთან ერთად იბადება ისე ის რასაც ზოგიერთები უწოდებენ აზრის ჰავას, აზროვნების ჰავას, მის კლიმატს. ზოგი იყენებს ისეთ ტერმინებს მის დასახასიათებლად, როგორიც არის აზრის აურა, ანუ ის რაც თავბრუს გვახვევს, თავბრუს ხვევას იწვევს, ანუ სურნელი, რომელსაც აფრქვევს აზრი და აი ამ სურნელში ჩვენ ვეხვევით მთელი ჩვენი არსებით, ასე ვთქვათ, და აზრი გვეუფლება, ხო. აი ასეთი არის ის წარმოდგენები აზრის შესახებ, რომელიც ჩემმა შინაგანმა დამკვირვებელმა მოიძია, როგორც გითხარით და როგორც ვამბობ ხოლმე, ჩემი შინაგანი სამყაროს რაღაც ხვეულებში, რომელიც ერთ დროს, აი ეს აზრები ერთ დროს, თუ ეს შეხედულებები ერთ დროს მე ჩამომიყალიბდა და შემდეგ უკვე გადავიდა არქივში და ეხლა თანდათან მას ვიხსენებ და მინდა ის წარმოვადგინო თქვენს წინაშე არა როგორც რაღაცა დასრულებული აზრები, რაღაცა დასრულებული შეხედულებები, არამედ როგორც რაღაცა სქემები, როგორც რაღაც ისეთი შეხედულებები, რომელსაც ჭირდება განვითარება, ხო. მაგრამ სადაც განვითარება მიმდინარეობს, თუ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ დავაკვირდეთ ამ განვითარებას და ჩვენში, ჩემს შინაგან სამყაროში მე ამის საშუალება, მე ასე ჩაბეჭდება მაქვს, რომ მეძლევ ამის საშუალება ჩემი შინაგანი დამკვირვებლის დახმარებით და მისი საშუალებით, ხო? და ასევე შინაგანი თვითმხილველის დახმარებით, ხო? განვითარება ყოველთვის აღიქმება როგორც რაღაცა დისკომფორტი, რომელიც გაწუხებს და ანუ ის ჩვეული მდგომარეობიდან ამოვარდნას გაიძულებს, სადაც თავს გრძნობდი კომფორტულად, ხო, კომფორტულად და კომფორტი კიდე ამას მეუბნება მე შინაგანი დამკვირვებელი, კომფორტი არ არის
აზრის მახასიათებელი, აზრის შინაგანი მახასიათებელი. თუ ჩვენ შიგნიდან შევხედავთ, ანუ შევალთ აზრში და აზრში შესვლა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია სცადოს, შევიდეს აზრში და შიგნიდან მოიხილოს ის, იხილოს და ათვალიეროს, ასე ვთქვათ, აზრი როგორ არის ის შინაგანად აგებული, ასე ვთქვათ, ხო? იქ ჩვენ აი ამ კომფორტის ნასახს ვერ ნახავთ, იმიტომ რომ აზრი ეს დუღილია, როგორც მე ერთ-ერთ საუბარში ვთქვი, ანუ აზრი ეს არის ასე ვთქვათ, აი ეხლა ეს ძალიან რაღაცა შეიძლება მხატვრული ის გამოვიდეს აღწერა, ხო? აზრი ეს არის ანუ ვულკანი, რომელიც სადღაც დუღს, სადღაც მზადდება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მის ლავაზე მიგვიწვდება ხელი. ლავაზე მიგვიწვდება ხელი. აი ეს ვულკანი არის აზრის ორეული, ასე ვთქვათ, ერთხელ ერთ ჩემს საუბარში ეს ვახსენე, ხო? და ეს ორეული, ისე იგი აზრის ორეული მას არ აძლევს მოსვენების საშუალებას. მოსვენების საშუალებას, ამიტომ აზრი ყოველთვის დუღილშია. დუღილშია და ყოველთვის ქმნადობის პროცესია. ამიტომ ამბობთ, რომ უფრო ცვალებადობა და ცვლილება და ცვლა ალბათ ამაზე უფრო, აი ახლა რაც მე ჩამოვთვალე, ამ აღწერებზე უფრო მეტად მას აზრს შეეფერება ქმნადობა, ხო? აზრი იქნება, ანუ ვინ ქმნის მას, ის თვითონ ქმნის თავის თავს. რატომ? იმიტომ რომ აზრი ცოცხალია. აზრი ცოცხალია. ახლა როცა ჩვენ ვამბობთ, დაუშვათ, აი აზრი ჩაუკლესო, აზრი მომიკლესო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ასე შემდეგ ეს არ არის მარტო რაღაცა გადატანითი მნიშვნელობით, ენა ისე არაფერს არ იტყვის, რომ იმას არსებითი მნიშვნელობა არ კონდეს, ხო? იმიტომ რომ ენა ჩვენი სახლია, ჩვენ მასში ვცხოვრობთ და ის ჩვენში ცხოვრობს, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა იმის გასაგებად, თუ რა არის აზრი და როგორც გითხარით, ის არის ქმნადობა, მაგრამ სად იქმნება აზრი? აი იბადება შეკითხვა, ხო? სად იქმნება აზრი? სად იბადება ის? ხო, და ამაზე მე მოვიძიე ასეთი შეხედულება ამასთან დაკავშირებით. პასუხი კი არ არის, იმიტომ რომ ეს საუბრები არ არის რაიმეზე პასუხის გაცემა, არამედ ეს საუბრები არის შეკითხვების დასმა, ხო? შეკითხვების დასმა და შეკითხვაც არის და შეკითხვაც, ეხლა აქ მე იმის პრეტენზია ვერ მექნება, რომ თქვა რომ დაუშვათ ეს არის ღია შეკითხვები, რომელიც არის სივრცე შესაძლო პასუხებისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემს შინაგან სამყაროში და მის არქივში მოიძევებიან ადამიანები და შეხედულებები, რომელიც ამას ამბობენ სწორედაც, ხო? შეკითხვები, შემკითხველი, აზროვნება, ხო? შემკითხველი და სად იბადება ის? და აი აქ ამასთან დაკავშირებით მოვიძიე მეთქე აი ასეთი შეხედულება, რომ აზრი იბადება უხილავისა და ხილულის ზღურბლზე, ანუ მათ შორის კონტაქტის საზღვარზე, ანუ შეხების საზღვარზე, სადაც უხილავი და ხილული ერთმანეთს ეხება და იქმნება რაღაცა ზედაპირი, რა თქმა უნდა, ეს ზედაპირი არის სწრაფ წარმავალი, ეფემერული და სწორედაც რომ
აუცილებელი ხდება ჩემთვის მე თუ მინდა ამას თვალი შევასწრო, აუცილებელი ხდება ის რომ მე მქონდეს რაღაცა ტექნიკური ტექნიკები ასე ვთქვათ ხერხები თუ შეიძლება ასე ითქვას რომ აი ეს წამი დავიჭირო ასე ვთქვათ ხო ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი ჩნდება და რა კი ეს აზრი შობის მისი დაბადების ადგილი არის სწორედ ეს უხილავსა და ხილულ შორის ეს შეხების წერტილი უხილავი და ხილული კიდე ერთმანეთთან დაპირისპირებულია რა თქმა უნდა ერთმანეთის საწინააღმდეგონი არიან ხო საწინააღმდეგონი არიან ხო და ეს პირველი შეხედვით შეიძლება ეს ჩვენი შაბეჭდილებაა რომ ჩვენ გონია რომ ისინი დაპირისპირებული არიან მაგრამ შეიძლება პირიქითაც იყოს რომ ისინი ერთიანობაში არიან მაგრამ ასეა თუ ისეა მე შემიძლია ახლა გავიხსენო ის ასე ვთქვათ ის გამოცდილება რომელიც მე მომეცა ოდესღაც და ვთქვა რომ აზრი რა კი ისე იგი აი ამ შეხების წერტილში იქნება აზრი თავისი ბუნებით ასეთი არაუდი მიჩნდება მე ხო და ასეთი გამოცდილება მაქვს რომ აზრი თავისი ბუნებით არის დისიდენტური ანუ ის განსხვავების საფუძველზე მოდის ამ ქვეყნად ასე ვთქვათ ჩნდება იბადება ხო განსხვავებული აზრი ეს აზრის ბუნების დახასიათებაა არა კონფორმისტული დავუშვათ ხო თუმცა ასეთი შეხედულებების არსებობს და მე გზა იმათაც შევეცდები ისინიც გამოვიტანო თქვენ წინაშე ხო მაგრამ აზრი არის დისიდენტური ამიტომ დისიდენტური აზრი შეიძლება რაღაცა გარკვეული აზრი ტავტოლოგიაც კი იყოს იმიტომ რომ აზრს რო ახსენებ და ამბობ რომ აი ეს არის ამა თუ იმ ადამიანის აზრი ან ჩემი აზრი და ასე შემდეგ ხო ის ყოველთვის ნიშნავს იმას რომ ის არის განსხვავებული აზრი იმიტომ რომ სხვობის საფუძველზე მოდის სხვობის საფუძველზე იბადება აზრი და ამდენად ეს ბუნება მას თან დაყვება ხო ამიტომ ისე იგი აზრისთვის დამახასიათებელი არის რა თქმა უნდა განსხვავება და განხეთქილება აზრი განხეთქილებაა ეს მისი ბუნებაა განხეთქილება ასე მეუბნება ის გამოცდილება რომელიც აი ჩემ როგორც გითხარით ჩემი რაღაცა შინაგანი სამყაროს რაღაცა ხვეულებში არის გახვეული ასე ვთქვათ და მე იქიდან ჩემს შინაგან დამკვირვებელს გამოაქვს ხო აზრი განსხვავებულია და აზრი რომ ვიტყვი რომ ეს აზრია ან მე მგონია ეს აზრია ან მე მგონია რომ ეს აზრია იმიტომ რომ დანამდვილებით მე ამას ვერ ვიტყვი ხო მაგრამ მე ასეთი შინაგანი განცდა მეძლევა იმიტომ რომ მე არ მავიწყდება ის და ვერც დამავიწყდება ის ამბავი რომ მე სხეულთან ერთად ვიმყოფები და ეს სხეული მე გარდა იმისა რომ პრობლემებს მიქმნის ძალიან დიდ პრობლემებს მიქმნის და მე ვატყობ წინასწარ გზნობ რომ ეს პრობლემები კიდევ უფრო და უფრო გამწვავდება ხო და მე წინასწარ არ ვიცი რა მედიერის აი ამ დაუშვათ ჩემს ავანტურას როცა მე ჩემს შინაგან სამყაროში სხეული შემოვიტანე ხო ეხლა მიჩნდება ასეთი განცდა ხო რომ ეს სხეული შეიძლება სხვა არაფერი იყოს თუ არა სივრცე სადაც აზრი იბადება ანუ სხეულის აზრი და მაშინ რა გამოდის რომ სხეულს თავისი აზრი აქვს და სულს ფრჩხილებში ჩასულს აქვს და თვალშორის სხეულიც ფრჩხილებში უნდა ჩავსვა იმიტომ არ ვიცი ჯერ რა არის ეს გარდა იმისა რომ აი ვზივარ აქ სავარძელზე და
რაღაც ხელებს ამოძრავებ და უშვა და გზნობ რომ სხეული აქ არის, ხო, მაგრამ მე არა ვარ დარწმუნებული ნამდვილად აქ არის, ხო? იმიტომ რომ სხეულის ყოფნა მე არ ვიცი რას ნიშნავს. იმიტომ რომ ყოფნა ეს ისეთი სიტყვაა და ისეთი გაგება რომელიც ყველაფერზე ვრცელდება. სული არსებობს, მყოფობს, ასე ვთქვათ, სხეული არსებობს, მყოფობს, ეს კამი არსებობს, ეს კომპიუტერი არსებობს, მყოფობს და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერზე შემიძლია მე ვთქვა და ეს დიდს არაფერს არ მოასწავებს, დიდს არაფერს არ ნიშნავს. მე თუ ვიტყვი რომ მე ჩემი სხეული აქ არის. ხო? ამიტომ ასე იმ გამოცდილებას ვუბრუნდები ისევ, რომ აზრი არის დისიდენტური, არის განხეთქილების ნაყოფი, განპობის ნაყოფი. და ძველი ქართული ტერმინითაც ვიტყვი, რომ ეს არის განწვალების ადგილი. ხო? განწვალების ადგილი. მაგრამ რა განწვალავს მას, რა განყოფს, რა განაპობს მას, ეს კიდევ სხვა საკითხია და ამ საკითხების გარჩევა δεν გველოდება გარჩევა წარმოდგენა პრეზენტირება თქვენს წინაშე. უпростоრად პრეზენტირება არ იქნება ეს. იმიტომ რომ პრეზენტირებაზე, ანუ წარდგენაზე ჩვენ მე ჩემი გამოცდილება მეუბნება რომ ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება. პრეზენტირება ხდება თავისი წინაშე, ანუ აზრი ახდენს თავის პრეზენტირებას თავის წინაშე. მაგრამ მე თუ ეხლა აი ეს თქვი უკვე, ხო? ეს აზრი ჩამოაყალიბე, რაც ეხლა მოისმინეთ, მაშინ მე უნდა ვთქვა, რომ მე შეიძლება პრეტენზია მქონდეს მხოლოდ იმაზე, რომ რეპრეზენტირება მოახდინო. რეპრეზენტირება. ანდა რეპრეზენტირების რეპრეზენტირება. ანდა კიდევ რეპრეზენტირების რეპრეზენტირება. ხო? და აი ასეთ ამბავში ვეხვევით, როცა ისე ვცდილობთ, რომ აზრი რამენაირად აზრს გავუგოთ, ასე ვთქვათ. შევეცადოთ მასთან ურთიერთობის ქონას. ხო? ეხლა სხვა ამბავია, როცა მე ერთ ვიდეოში ვახსენე ერთი გამოცდილება, რომელიც მე გამახსენეს, ეს იყო ბავშვი, რომელიც პატარა ბავშვი, რომელიც დედას ემუდარება, რომ გაუშვას ეზოში და თამაშოთ და ის ფიგურა, ბავშვის ის ფიგურა, ის სურათი ჩემი თვალებიდან არ ამოდის, ჩემი გონებიდან არ ამოდის, ბავშვი, რომელსაც ცალიფეხი ზღურბლის აქეთა მხარეს აქვს, ცალიფეხი იქეთა მხარეს და ეს ზღურბზე ყოფნა, ზღურბლოვანი არსებობა, ეს არის არსებითი აზრისთვის, ხო? გარდა ამისა და ისე ხო და როცა ბავშვი ისე იგი თან დედის თვალებში კითხულობს იმას, რომ დედა ანუ ეთანხმება, ანუ აძლევს უფლებას, რომ წავიდეს ეზოში და ითამაშოს, მაგრამ მეორე მხრივ დედის ხმა, რომ არ შეიძლება ეზოში წასვლა, აი ეს არის სწორედ ერთ-ერთი შინაგანი განხეთქილების, ასე ვთქვათ, წყარო, რომელსაც ჩვენ აი უნდა ამ ამბავს თვალი უნდა გავუსწოროთ, როცა ჩვენს შვილებთან, შვილიშვილებთან გვაქვს ურთიერთობა, ხო? ის ამბავი, რომ უშუალოდ ეხლა ეს ემოციური თვითონ ამას ეხლა მე არ ვიცი როგორ ყვები, მაგრამ ისე საერთოდ ემოციური ამბავია, ხო? ძალიან ემოციური ამბავი და ემოციების გარეშე ამას ვერ მოახერხებ, ხო? მაგრამ ამან არ უნდა ვაფიქრებინოს ჩვენ, რომ ემოცია თითქოს არის სიღრმისეული რამ და რომ ის თან ახლავს აზრს. არა, მე ასეთი ემოციების ამბავს ჩვენ შევეხებით რამდენიმე საუბარში, მაგრამ ეხლა მინდა ვთქვა, რომ ემოცია თავისთავად სხვა არაფერი არ არის, აი მე მეუბნებიან. მე ამას არ ვამტკიცებ, მე მეუბნები და მე ვიმეორებ ამას. ოღონდ მეუბნებიან ჩემი შინაგანი დამკვირვებელი და ჩემი თვითმხილველი, ხო? ამას მეუბნებიან და მე ვიმეორებ, რომ ემოცია პასუხია მხოლოდ ჩემს აზრზე და ასე ვთქვათ, იმაზე არის პასუხი, ასე ვთქვათ,
ვინც ან სადაც ეს აზრი იბადება. ეს აზრი იბადება. თუ ეს აზრი იბადება გონებაში, ასე ვთქვათ, თუ ეს აზრი იბადება განსჯაში, ან სხვაგან, ან ფანტაზიაში, ასე ვთქვათ, ან და ნდობაში, ასე ვთქვათ, ხომ, მაშინ ემოცია არის სწორედ აი ამ რაც ეხლა ჩამოვთვალე და კიდევ უამრავი რაღაცაზე რეაქცია, პასუხი, რომელიც არ არის ასე ძლიერი გრძნობა ემოციაზე ამბობ, ხო? და ეს მართლაც ასეა, ხო? ალბათ მართლაც ასეა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აი ემოციები არის რაღაცა სიღრმისეული მოცემულობა, სიღრმისეული მოვლენა, ასე ვთქვათ, რომელზეც ჩვენ უნდა ავაგოთ ჩვენი ურთიერთობები, მათ შორის ემოციებთანაც, გრძნობებთანაც და უშუალოდ შინაგან ჩვენს მდგომარეობებთანაც და ასე შემდეგ, ყველაფერთან. ხო? ამიტომ ახლა რა თქმა უნდა ამ თემას ვერ გავაგრძელებ, მაგრამ ემოცია ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც მე მარწმუნებენ, ხელს გვიშლის იმაში, რომ გავიგოთ ეს ემოცია რაზე არის პასუხი, რაზე პასუხია, რაზე რეაქცია, რაზე არის რეაქცია, ხო? და ჩვენ უნდა ჩვენი მზერა მიმართოთ იქეთკენ, რაზედაც ის არის მიმართული, ხო? რის წინააღმდეგ ანდა უშუალოდ ან რისი თანხმობის გამოხატულებაა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ემოციები სხვადასხვანაირია, ხო? ხო, ეხლა რაც ეხება მეორე ამბავს, რომ აი აზრების ეს ბუნება, ხო, აზრის ეს ბუნება, რომელზეც ეხლა მქონდა საუბარი, ესე იგი ანუ გვიბიძგებს იქეთკენ, რომ ჩვენ აი გადავიაზრო, შინაგანად მე მიბიძგებს იქეთკენ, რომ გადავიაზრო კიდევ ერთი საკითხი და კიდევ ერთი ასეთი განხეთქილება, ასე ვთქვათ, რომელიც მე მოვიძიე, ჩემი როგორც გითხარით, შინაგანი დამკვირვებლების თვითმკვლელის საშუალებით მოვიძიე, ეს არის ის, რომ არ არსებობს ერთი წესრიგი, ალბათ მე ამას ახლა არ ვამტკიცებ, მაგრამ მე გადმოვცემ იმას, რასაც განვიცდი, როცა მე მეუბნებიან, რომ აი რა, იცით რა, ესე იგი ავიღოთ მშობელი, ხო? აი ჩვენ ბევრი ჩვენგანი არის მშობელი და ბევრი კიდევ გახდება და ასე შემდეგ. მაგრამ აი მაგალითად შვილებთან ჩვენი ურთიერთობა, როცა ისინი ჩვენ წინააღმდეგობას გვიწევენ, ასე ვთქვათ, ხომ? და არ ეთანხმებიან ჩვენს აზრს, ხო? აი ეს არის არა იმის ნიშანი, რომ ისინი რაღაცა ან აქ ხდება რაღაცა, ამ დროს ხდება რაღაცა ისეთი, რაც მიუღებელია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუმცა ეხლა ვერ გავიხსენე სხვა სიტყვა და ამიტომ თქვი მიუღებელი, ხო? ამ მშობლისთვის მიუღებელი რაღაცა, რომ არ ეთანხმება მას ბავშვი, ხო, ყვაწვილი, ჭაბუკი, ხო? არ ეთანხმება და აი სწორედ ეს არ დათანხმება არის აზრი. ანუ ეს დისიდენტური აზრია, რა თქმა უნდა. ანუ ნამდვილი აზრია. აი ამ შეხედვით ნამდვილი აზრია ეს. და როცა მაგალითად აი ხშირად ხდება ესეთი სიტუაციები და ეს ჩემს ცხოვრებაშიც ბევრჯერ ყოფილა და ალბათ თქვენს ცხოვრებებშიც, ასე ვთქვათ, რომ ესე იგი ოჯახში ხდება ისეთი სიტუაცია, რომ აი როგორ გვესმის თითოეულ ჩვენგანს და უშუალოდ სახლის დალაგება. ანუ რას ვეძახით დალაგება? რას ვეძახით წესრიგში მოყვანას?
აი ეს მე მახსენდება ეს ჩემი მაგალითი არ არის სასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ მახსენდება ესე იგი რომ აი ისეთი მდგომარეობა როცა მაგალითად ადამიანის სამუშაო მაგიდას ხომ სადაც ესე იგი არაფერი თავის ადგილზე არ დევს მიმოყრილია ფურცლები, წიგნები, ზოგი გადაშლილი, ზოგი ჩანიშნული და ასე შემდეგ, ხო? ამას დაუშვათ ეს სიტუაცია არის, ესე იგი, ოჯახში ქმარსა და ცოლს შორის, დაუშვათ, ხო? როცა ესე იგი ცოლი თვლის, რომ აი ეს არის უწესრიგობა. არეულობა და ის უნდა დაალაგოს. მაგრამ მე შემოდის უშუალოდ ქმარი, ხომ, აი ასეა ხალხწერილი იმ გამოცდილებაში ასე აღწერილი, რომელსაც მე ახლა ვიხსენებ და ეს ესე იგი განკუთვნილად ეს კონფლიქტური სიტუაციაც კი შეიძლება შეიქმნას აქედან, ხო? მაშინ როცა ამისი გადაწყვეტა არ არის ისე ძნელი, როგორც შეიძლება ჩვენ შეხედულდეს, თუ კი დაუშვებთ ჩვენ და ეს მართლაც ასეა ალბათ, რაც უნდა დაუშვათ, ხო? თუ კი დაუშვებთ, რომ წესრიგი არ არის მარტო ერთი წესრიგი. რა კი აზრი არ არის ერთი აზრი და რა კი არის დისიდენტური. წესრიგებიც არის დისიდენტური, რა თქმა უნდა. მე ამ შემთხვევაში შინაგან წესრიგებზე მაქვს საუბარი, ის რაც ხდება ჩემ შინაგან სამყაროში, ხო? და თუ მე ვლაპარაკობ ოჯახზე, ოჯახიც გარკვეულწილად ჩემი შინაგანი სამყაროა, ხო? და ისე რომ უბრალოდ, ხო? ისე რომ ყველაფერს შეიძლება მოეძებნოს რა თქვა, როგორ თქვა, პასუხი არ მინდა რომ თქვა, მაგრამ სხვა სიტყვა არ მაგონდება და ამიტომ მაინც პასუხი შეყვი. ყველაფერზე შეიძლება ადამიანმა თავის შინაგან სამყაროში მოიძიოს პასუხი, მაგრამ ეხლა რამდენად სიღრმისეული იქნება ეს პასუხი? რამდენად დამაკმაყოფილებელი იქნება? თუ ვისთვის იქნება დამაკმაყოფილებელი, ვისთვის არა, ეს სხვა საუბრების საგანია.